მოსამართლე ნინო ენუქიძემ სხდომა რამდენიმე წუთის წინ გახსნა და სავარაუდოდ უკვე ძალიან მალე გვეცოდინება რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნინო ენუქიძე მსახიობების საქმესთან დაკავშირებით. ახლა განსასჯელის სკამზე ზიან ბაჩო ქაჯაია და ანი ტყებუჩავა მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელოვნურად საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავება. წინა სასამართლო პროცესზე სხდომა გადაიდო და დღეს უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები. ეს არის მათი მტკიცებულება, სადაც მათივე განმარტებით კარგად ჩანს, რომ ანი ტყებუჩავამ და ბაჩო ქაჯაიამ ხელოვნურად გადაკეტეს რუსთაველის გამზირი. რაც შეეხება თავად მსახიობების პოზიციას, ისინი ამბობენ, რომ კონკრეტულ დღეს ადგილზე მივიდნენ მას შემდეგ, რაც საავტომობილო გზა უკვე იყო გადაკეტილი და ფიქრობენ, რომ ახლა სასამართლო შეასრულებს ივანიშვილის დაკვეთას. ეს იქნება სადამსჯელო ღონისძიება და ბუნებრივია, რომ მათ მოსამართლე დააჯარიმებს ისევე როგორც დააჯარიმეს დღეს სტუდენტები. საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი ილია ქარდავა მოსამართლე ლელა საგარეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ დააჯარიმა. მას სულ 10 წამი დასჭირდა იმისთვის, რომ სტუდენტი დაეჯარიმებინა, მასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელოვნურად გზის გადაკეტვას ედავება. მოლოდინზე არ ვიცი, მოლოდინზე ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. რაც შეეხება მტკიცებულებები ამტკიცებს იმას, რომ ვერ ამტკიცებს, რასაც მე დავებიან. რეალურად სანამ გზა გადაიკეტებოდა, ვიყავით კაფეში, მე და ანა, ყავას მივირთმევდით. რადგან არ იყო ჯერ გადაკეტილი გზა და ვიყავით კაფეში, შემდეგ უკვე როდესაც გამოვედით, გზა უკვე გადაკეტილი იყო და შევუერთდით ასე ვთქვათ, გადაკეტილ გზას. რა იანვარს გზის გადაკეტვას გვედავებიან, მეც და ბაჩო ქაჯაიასაც, რაც არ ყოფილა და რაშიც აბსოლუტურად მართალი. ხათში არის ჩანს, რომ გადაკეტილზე მიდიხართ. კი, ჩანს გადაკეტილზე, რომ იქ ვართ. ანუ თქვენ შეიძლება სახლში იჯდეთ და ვიღაცამ გადაკეტოს გზა, მე მიხვიდე იქ დადგე და დაგაჯარიმონ მაშინ თუ ესე არის. ლელა საგარეიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, თითქოს და მე ვარ დამნაშავე ისეთ პროცესზე, სადაც ჯერ ერთი კადრები მოტანილი იყო 1 საათი დაგვიანებით, ანუ ჯერ კადრები, სადაც მე ვფიქსირდები გზის გადაკეტვის დროს, იმ დროს საერთოდ არ ვიყავი მაშინ იმ ადგილზე და თან კადრებში ჩანს, რომ ვდგავარ ტროტუარისკენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, სულ რამდენიმე წამი დასჭირდა ამისათვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. თუმცა არაფერი არ არის გასაკვირი. ჩვენ ვცხოვრობთ ავტორიტარულ სახელმწიფოში და ავტორიტარულ სახელმწიფოში, სადაც არ არსებობს სასამართლო, ასეთი გადაწყვეტილებები დგება დღეს. გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ბევრი დრო არ დასჭირვებია არც ნინო ენუქიძეს. ამ წუთებში ცნობილი ხდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მსახიობები ანი ტყებუჩავა და ბაჩო ქაჯაია მოსამართლემ 5000 ლარით დააჯარიმა.